მოგესალმებათ იმედის მომცემი საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება. მე კი ამ მთავრობის მიღწევებზე შეყვარებული უცვლელი წამყვანი ვანო ჯავახიშვილი გახლავართ. პირველ რიგში ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოუხადო ჩვენს მთავრობას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რათა ამ გადაცემაში შესაძლოა ვერ მოვახერხოთ მათ მიღწევებზე საუბარი. მაგრამ პირობას ვდებ, რომ გადაცემის შემდეგ პირადად ჩავწერ ამ მთავრობის 12000 მიღწევას და აუდიო სახით ვოისად გამოგიგზავნით. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემის მთავარ სასაუბრო საკითხს. მოგეხსენებათ დიდმა ბრიტანეთმა ჩვენი ყველასგან თავისუფალი მედია დაასანქცია. კულუარებიდან ხმები გამოვიდა, რომ მათ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ყველა ტრადიციული ორიენტაციის ვართ და თან ყველა კარგად გამოვიყურებით. სწორედ ეს იყო დასანქცირების მთავარი მიზეზი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს მე რომ ლამაზი ვარ, სწორედ ამიტომ ვისჯები. ახლა კი შემოგვიერთდება ჩვენი უპოზიტიურესი ჟურნალისტი და ამ მთავრობაზე შეყვარებული ქალბატონი თამუნა ლეგვეიშვილი. მობრძანდით თამუნა და გვიანბობს დაწვრილებით მედიის დასანქცირების შესახებ. მოგესალმები ვანო, ეს ამთვის ხელფასია. ამდენია? არა, ბევრი არ არის, ზუსტად იგივეა, რასაც ვიღებთ, უბრალოდ ლიფტებიდან ამოღებული თანხაა და 5 თეთრიანებით და 10 თეთრიანებით ჯვრები. კარგით, გადაცემის შემდეგ გადავითვლით აუცილებლად. კი ბატონო, არ არის. მოგიყევით თამუნა. თავარი თემა. დასანქცირების შესახებ ამ თავარ თემაზე გვესაუბრეთ. რაც შეეხება მთავარ საკითხს, მინდა ტელემაყურებელს ვუთხრა, რომ ჩვენი არხი მუდმივი წნეხის ქვეშ იყო. ევროპა ითხოვდა ჩვენს სატელევიზიო პროექტებში კორექტირებებს. იცის ვანომაც ეს ამბავი? კონკრეტულად დიდი ბრიტანეთი. დიდი ბრიტანეთი, დიახ. მათ უნდათ, რომ პროექტ ვინ არისში აუცილებლად ჩაგვესვა ვინმე გეი. მაგრამ ამაზე უარი ვთქვით და ჩვენ ჩავსვით გია ბაღაშვილი. ასევე უნდათ ტელეწამყვან ნოეს სქესი გადაეკეთებინა და ყოფილიყო ქალი, რა დროსაც მის გადაცემას ერქმეოდა სტუმრად თეოსთან. ჩვენ ამაზეც უარი ვთქვით. ასევე ითხოვდნენ თურქულ სერიალში რომელიმე ულვაშიანი კაცი ყოფილიყო ტრანსგენდერი, რაზეც უარი მიიღეს. ეს გახლდათ ამ ყველაფრის მიზეზი. ამ ქვეყანაში კაცი რომ კაცია, ეგ ვერ აიტანეს. გავაგრძელოთ ჩვენს ხელთ ჩაგვივარდა დიდი ბრიტანეთის მეფის ჩარლზ მესამის განცხადება, სადაც ის საუბრობს ტელეკომპანია იმედის დასანქცირების რეალურ მიზეზებზე. ნახოთ ვიდეო. ჩვენი სამეფო იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება TV იმედის დასანქცირების თაობაზე, რადგანაც თქვენს ქვეყანაში უარს ამბობდნენ ბრიტანეთში კაცის რძის იმპორტზე და 4 წლის ბავშვებში სქესის გადაკეთებაზე. ამას ჩვენი სამეფო არ შეეგუება. შორს თქვენი სათნო ხელები ჩვენი ბინძური სახელმწიფოსგან. სიმართლე გითხრათ, მე იმედი მქონდა, რომ დავაზიანებდით ქართულ დამოუკიდებელ მედიას, მაგრამ მას შემდეგ, რაც შალვა რამიშვილის პოსტი ვნახე, მივხვდი, რომ ჭეშმარიტი ჟურნალისტის დამარცხება შეუძლებელია. თან რა გემრიელად მოულხენიათ. ნიყუზე ნერწყვიც კი მომადგა. შალვა, ბაჭო, გური, ერთი თქვენთან მაქეიბა. მე პირობას ვდებ, რომ როგორც კი მინიმუმ 10 ქართველი კაცი გათხოვდება, ჩვენ ამ აქტის ანულირებას მოვახდენთ. ყველაფერი ნათელია, თამუნა, ისინი ჩვენს გათხოვებას ელოდებიან. ასეა ნამდვილად. სხვათა შორის ჩვენ ასევე მოვიპოვეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიდეო. ვნახოთ ეს ვიდეო. ესეც საინტერესო ვიდეოა, ვანახოთ მაყურებელს. იმედი მაქვს, რომ დიდი ბრიტანეთი დროულად მოხსნის სანქციებს ტელეკომპანია იმედზე, რადგან მე დაგეგმილი მაქვს მონაწილეობა მივიღო პროექტში ცეკვავენ ვარსკვლავები. წარმოდგენილიც კი მაქვს, როგორ აცხადებს წამყვანი დონალდ ტრამპი და ჯულიანა ბარგნარი, ცეკვა ჯაი. ერთი მოძრაობა ვისწავლე კიდეც. იმედია ჩერტკოვებს მოეწონება. არ მოეწონება და დავადეპორტებ მშობლიურ ჯორჯიაში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ყავს უაღრესად კარგი პრეზიდენტი. მე მას სისტემატიურად ვურეკავ ტელეფონზე და ის არ მპასუხობს. სავარაუდოდ უცხო ნომერს არ პასუხობს. მინდა მივმართო მას. მიხეილ 39-ით რომ მთავრდება, ეგ ჩემი ნომერია და აიღე ყურბი.
ნუ ესეც გაირკვა რომ ბატონ მიხეილს ურეკავენ და არ პასუხობს რატომღაც. ჩვენ აგრეთვე ალბათ რა თქმა უნდა. ჩვენ აგრეთვე მოვიპოვეთ რიგითი თვითმხილველი ინგლისელი ქალბატონის ვიდეო მტკიცებულება, ვანო, სადაც ის ამბობს რეალურ მიზეზს, თუ რატომ დაასანქცირდნენ სიმართლის მთქმელი ტელევიზიები. ნახოთ ეს ვიდეოც. მე დავინახე თუ როგორ შედიოდა ბუკინგემის სასახლეში ნაც ჯალათი რომან გოცირიძე და როგორ აიძულებდა ის მეფე ჩარლზს ხელი მოეწერა თავისუფალი ტელეკომპანიების დასანქცირების პაკეტზე. იმიტომაც გააქტიურდა ნაც ჯალათი რომან გოცირიძე, იმიტომ რომ მან უკვე იცოდა რომ ტელეკომპანია იმერს ასანქცირებდნენ. ვანო ძალიან ცოტამ თუ იცის რომ ევროპის სკოლებში ბავშვებს უკვე ახალ ნაწარმოებებს ასწავლიან. მაგალითად, ფიფქია და 7 გეი ჯუჯა, ალიბაბა და 40 ტრანსგენდერი, მძინარე უფლისწული და მე ვსვამ კითხვას. ასეთი ევროპა მართლა გვინდა? არა, ნამდვილად არ გვინდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ერთი განცხადება გავაკეთო. იძებნება ეგრეთ წოდებული ბიზნესმენი ვინმე ირაკლი რუხაძე დამახასიათებელი ნიშნები. მას აღენიშნება რუსული პროპაგანდისგან ახალი დაბანილი ხელები და ჯიბეში უდევს 1000 ლარი, რომელსაც დაეუფლა ტელეკომპანია იმედის მოთხუებით გასხვისების გზით. ნუ ეს უბრალოდ განცხადება გავაკეთეთ ამუნა. კარგი გავაგრძელოთ ვანო. სხვათა შორის, როდესაც დედოფალმა ელიზაბეტმა მამათმავალ ელტონ ჯონს რაინდობა უბოძა, სწორედ მაშინ ამხილა ჩვენმა ტელევიზიამ ბრიტანეთი და მსოფლიოს ამცნო, რომ ელტონი ელტონია და რაინდი კი ლევან ვასაძეა. აი რა არ გვაპატიეს ვანო. ამას მართლა ვერ გვაპატიებს. გადაცემის მიწურულს მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ტელევიზია ყოველთვის იყო, არის და იქნება ნომერი პირველი. სხვათა შორის მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროპაში გვიყურებს 5.800.000 ადამიანი, აქედან 55% ქალი, 45% კაცი. ხან პირიქით, 55% კაცი და 45% ქალი. რადგან ისინი სქესს იცვლიან და ეს სტატისტიკა მუდმივად იცვლება. ხან 55% კაცია, ხან 45 ქალი და პირიქით. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო ჩვენი მთავრობაზე შეყვარებული ქალბატონი თამუნა ლეკოიშვილი, თუ შეიძლება ხელფასით წაიღეთ რა. დიახ. სულ ეს იყო ძვირფასო ტელემაყურებლობა, მე მინდა ჩვენს ძვირფას ტელემაყურებლებს მიმართო. თუ გაჭრა ამ ბრიტანულმა სანქციებმა და ტელეიმედმა შეწყვიტა ამ აუწყებლობა, ჩვენ არ გავჩერდებით. შემდეგი გადაცემა აუცილებლად გვექნება ირანიდან. ნახვამდის. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi. 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.